ამბები სამეგრელოს შუაგულიდან. ზუგდიდის თეატრის მმართველად ზურაბ ბეგუტია დანიშნა პროკურორი თანამდებობაზე ახალი წესი ნიშნება და გათავისუფლდება. ინდოეთში სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა და სხვა სიახლეებზე რამდენიმე წამში. უსალმები 12 საათზე რადიო ათინათი საინფორმაციო სამსახური აგრძელებს მუშაობას. მე მარიამ შარანგიავარ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის მმართველად ზურაბ ბეგუტია დაინიშნა ოფიციალურად უკვე დანიშნული ვარ, აღნიშნა მან და დასძინა, რომ პირველი სამუშაო დღე თეატრში დღეს ექნება. ზურაბ ბეგუტიას თქმით, ძირეულ ცვლილებებს არ გეკმავს. ზურაბ ბეგუტია მანამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი იყო. მისი მამა ალექსანდრე საშა ბეგუტია ზუგდიდის თეატრის 1996 წლებში ხელმძღვანელობდა. მაია კალანდიამ ზუგდიდის თეატრის მმართველის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით კულტურის მინისტრს 3 აპრილს მიმართა. მიხეილ გიორგაძემ მისი ეს განცხადება 21 აპრილს დააკმაყოფილა. პროკურატურის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება სრულად ახალი წესით მოხდება პარლამენტში. წარდგენილი კანონპროექტი მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ბადად 6 წელს განსაზღვროს და აღნიშნულ თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ დანიშვნას კრძალავს. პროექტის მიხედვით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნაში ჩართულია საპროკურორო საბჭო და ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. კერძოდ პროკურატურის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით მთავარი პროკურორის კანდიდატურას ასახელებს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი. გამოშვებას დღის სხვა სიახლეებით განვაგრძობ. ინდოეთში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. სინოპტიკოსების განცხადებით ტემპერატურამ 50 გრადუსს მიაღწია. განსაკუთრებით მძიმე ვითარება ტელენგანისა და ანდრა ბრადეშის შტატებში. მთავრობა მოსახლეობას დიდი ოდენობით წყლის მიღებისა და ჩრდილში ყოფნისკენ მოუწოდებს. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სიცხისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 2010 წელს დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა. 2010 წელს რეკორდული მაჩვენებლის სიცხეს 400-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. შვეიცარიის პოლიციამ ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის რამდენიმე ხელმძღვანელი კორუფციის ბრალდებით დააკავა. BBC-ის ცნობით, დაკავების ოპერაცია ქალაქ ციურიხის ერთ-ერთ სასტუმროში გუშინ ჩატარდა. მათ წინააღმდეგ ბრალდებები ბოლო 20 წლის განმავლობაში ფულის გათეთრების, გამოძალვისა და თაღლითობის ფაქტებს ეხება. დაკავებულების ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა BBC-ის ცნობით, დაკავებულთა შორის ერთ-ერთია სავარაუდოდ ფედერაციის პრეზიდენტი ზეპ ბლატერი. New York Times-ის ცნობით, დაკავებულების ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადირება განხორციელდება. ფიფას წევრები ციურიხში ყოველწლიურ შეხვედრაზე დასაწყებად იყვნენ ჩასული. და გამოშვების ბოლოს ჟურნალ Forbes-ის გამოკითხვის თანახმად გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ზედიზედ მეხუთე წელია მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალებს შორის ლიდერობს. ჟურნალმა 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგი გამოაქვეყნა. მეორე ადგილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი იკავებს, რომელიც რეიტინგს 2004 წლის შემდეგ არტოვებს. ათეულში არიან ბილ გეიტსის მეუღლე მელინდა გეიტსი, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელი ჟანეტ იელენი, General Motors-ის გენერალური დირექტორი მერი ბარა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტიან ლაგარდი, ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი, Facebook-ის დირექტორთა საბჭოს წევრი შერელ სენდბერგი, YouTube-ის გენერალური დირექტორი სიუზენ ვოჯისკი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლე მიშელ ობამა. ახალი ამბები მარიამ შარანგიამ გაგაცანით. რადიო ათინათი საინფორმაციო სამსახურის სრულ საათზე დაბრუნდება. დროებით.